რატომ აკეთებს ამერიკა, რატო დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც სინამდვილეში ერთი შეხედვით თითქოს ამერიკის ინტერესებში საერთოდ არ არის, ხო? ეხლა საქართველოში არის ძალიან ბევრი აზრი, აზრთა სხვადასხვაობა იმასთან მიმართებაში, ეს უახლეს აი ამ ჩვენ უახლოეს წლებში რა მოვლენებიც ვითარდება მაგასთან დაკავშირებით სხვადასხვა აზრი არსებობს იქიდან გამომდინარე რა პოლიტიკური შეხედულებები გააჩნია ადამიანს ზოგი არის ამერიკის პატრიოტები არიან საქართველოში ძალიან ბევრი ზოგი არის ვიღაცას ბიზინა უყვარს, ხო, ზოგი არის სხვადასხვა, ზოგს საერთოდ პოლიტიკა არ უყვარს და სხვადასხვანაირი შეხედულება. ყველა შეხედულებას რაღაც თავისი დასკვნა აქვს, მაგრამ როგორც წესი, გავრცელებული აი ესეთი შეხედულებები მაგ თემასთან მიმართებაში არ არის ხოლმე სწორი. ამერიკა დღეს რატო აკეთებს ასეთ ნაბიჯებს? მაგაზე ცალსახად უნდა ითქვას, რომ საერთაშორისო თვალსაზრისით ის რომ ამერიკა არ ღვევს მისივე დადგენილ წესებს. ეს არ აწყობს ამერიკა საერთაშორისო თვალსაზრისით. მაგრამ ამას აკეთებს ფაქტია, ყველაფრის მიუხედავად, იმიტომ რომ შიდა დაპირისპირება ამერიკაში, აი ამ პოლუსებს შორის შიგნით არის ორპარტიული სისტემა, რომლის დაპირისპირებაც არის ძალიან უკვე სერიოზულ ფაზაშია გადასული, ხო? ნუ იქამდეა მისული, რომ ტრამპის არჩევნებზე საერთოდ მოკლისმცდელობა იყო. ხო? ამიტომ დაპირისპირება არის ძალიან სერიოზული და დაპირისპირება იმდენად მძლავრია მათ შორის, რომ უკვე გარე ამერიკის ასე ვთქვათ იმიჯი აღარ არის იმდენად აქტუალური შიდა კონფლიქტის გადაწყვეტა არის პირველ ამერიკის მმართველობისთვის პირველადი ამოცანა. ამიტომ შეწირულია ყველაფერი იმისთვის რომ შიდა პოლიტიკური დაპირისპირება დაპირისპირებაში რაღაც ხელმოსაჭირი და ნუ მოგებიანი პირობები შეიქმნან ამა თუ იმ მხარეს. ეხლა ეგ ყველას უნდა ესმოდეს, რომ საერთოდ ტრამპის მხარე, ხო, არის რესპუბლიკელები არიან და მეორე მხარე დემოკრატები არიან. მე საერთაშორისო თვალსაზრისით, აი მაგალითად იგივე საქართველოს რომ ავიღოთ. საქართველოში ეგრეთ წოდებული ლიბერალები, ქართველი ლიბერალური პოლიტიკის მიმდევრები არიან სინამდვილეში ამერიკაში დემოკრატებთან უფრო აი ხარდამჭერები, ასე ვთქვათ, ახლა პირდაპირ არჩევნებზე მხარს არ უჭერენ, მაგრამ ამერიკის მმართველობა დემოკრატების მმართველობა მოსწონთ საქართველოში ლიბერალებს, ხო? იგივე, ანუ ყველაზე კომფორტულად და ყველაზე მეტი მხარდაჭერა აქაურ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ზოგადად პოლიტიკურ ძალებს სწორედ მათგან მომდინარეობს ხოლმე, აი ბაიდენის დროს იყო და ასე შემდეგ. ამიტომ საქართველოში დღევანდელი მმართველობა აი ვინც პროდასავლელია, იმათში ფასდება ასეთნაირად. ფასდება ასე რომ ეს არის რაღაცა, ნუ ტრამპია თითქოს რაღაც არანორმალური გამოვლინება ამერიკის პოლიტიკის, რაღაც თითქოს გადახვევაა ამერიკის პოლიტიკიდან და ეხლა ტრამპის გადაირჩევენ და ისევ ყველაფერი დაბრუნდება როგორც იყო. ასეთი შეფასება კეთდება. და ეგ გამოხატავს ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას. მაგას რა თქმა უნდა ეგ სურათი მარტო საქართველოში არ არის. ზოგადად ყველა ქვეყანაში ამერიკის მომხრეები, ვინც არიან, აი ამერიკის საზღვრებს მიღმა, ისინი უფრო მომხრე არიან დემოკრატიული პარტიის, დემოკრატების მომხრე არიან ამერიკაში. ხო და შესაბამისად ეხა ტრამპის ფლანგი საკითხს აყენებს ისე რომ აი ეს საერთაშორისო
ამერიკის აი ეს ჩარევის ბერკეტები მათი პარტიისთვის თლათ იმდენად მომგებიანი არ არის, იმიტომ რომ მეორე ძალებისთან უფრო კოლაბორაციაში მუშაობენ ისინი. ამიტომ ეხლა როგორც ჩანს ეს ამერიკის პოლიტიკა გადასულია პირდაპირ საკითხის ისე დაყენებაზე, რომ ის ძველი დრო ვეღარ დაბრუნდეს. ანუ დღევანდელი ამერიკის მმართველობა პირდაპირ დაინტერესებული, პირდაპირ მაგის ცდელობას და მაგის დემონსტრირებას ახდენს, რომ საკითხი ისე დადგეს, რომ ძველი დრო ვეღარ იყოს დაბრუნებადი. აი, რომც გადაირჩიონ, აი მაგალითი რომ მოვიყოთ, რა ეხლა არჩევნები მოვიდა და გადაირჩიეს ტრამპი, ძველი აი 2017 წელი რო ავიღოთ, აი მაგ პერიოდთან მიახლოებული გარემო აღარ იყოს დაბრუნებადი ფიზიკურად. აი მაგის ცდელობაა დღევანდელი მმართველობის მხრიდან, პირდაპირ მაგის ხაზგასმა. ამას რატო ვამბობ? შეიძლება რაღაცა ქვეყანამ გააკეთოს. შეიძლება იგივე ნაბიჯი გადადგას, რასაც ახლა ამერიკა აკეთებს. მაგრამ მაგას საინფორმაციო ისეთი შეფასება მოაყოლოს, რომელიც არ იქნება ისეთი დემონსტრაციული, როგორცაც ახლა ამერიკის მთავრობა აკეთებს. აქ მთავარი არის რა შეფასებას აკეთებს. შეფასებების დონეზე ამერიკა აი ამ თავისივე დაწესებულ წესებს უპირისპირდება. რომელიც დაწესებული იყო აი ეს საერთაშორისო ურთიერთობების ჭრილში, ხო? მაგას ანგრევს თვითონვე. კიდევ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, ეგ ფაქტია, ხა ვერავინ ვერ უარყოფს მაგას, რომ ანგრევს, თან ფორმალურადაც არ ხსნის, ვერ კი არა, არ ხსნის, პირდაპირ ამბობს, რომ გრენლანდია მჭირდება და ჩემია, ვენესუელაშიც ხა პირდაპირ არ ვთქვია, რომ ჩემია და სუვერენიტეტს აღიარებს, მაგრამ ახლა რაღაც სუვერენიტეტი გამოვიდა, შევიდა და პრეზიდენტი მოიპარეს, ხო? მიიღებს თუ არა ეგ ჯაჭვურ, ასე ვთქვათ, რეაქციის სახეს. ანუ სოფლიოში არ არის მარტო შეერთებული შტატები გლობალური მოთამაშე, შეიძლება ყველაზე ძლიერი სახელმწიფოა, მაგრამ არიან სხვა სახელმწიფოებიც, რომლებსაც აქვთ ამბიცია, რომ გლობალური პოლიტიკის განსაზღვრაში მიიღონ მონაწილეობა. აქვთ თავიანთი რეგიონალური და საერთაშორისო ინტერესები, თუნდაც მაგალითად ჩინეთი, რომელსაც ყველამ ვიცით, რომ აქ ტაივანის გადაუჭრელი საკითხი. მაგალითად რუსეთი, რომელიც უკვე მე რამდენი წელია უკრაინაში მეორე მსოფლიო ომის მერე ყველაზე ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებას აწარმოებს. უკრაინაზე კიდე ცალკე ვისაუბროთ, აი უკრაინისთვის რას ნიშნავს, რაც შეერთებულმა შტატებმა რასაც ახლა აკეთებს. ზოგადად უკრაინის მოვლენები ცოტა მეორე პლანზე ხო არ გადადის ამ ყველაფრის ფონზე, ამაზეც ვილაპარაკოთ, მაგრამ სხვა დიდი მოთამაშეებისთვის, აი ჩინეთი ვახსენე, რუსეთი ვახსენე, ნიშნავს თუ არა ეს რამეს, რასაც შეერთებული შტატები აკეთებს. აუცილებლად ნიშნავს იმას, რომ სხვა დიდი მოთამაშეები რა თქმა უნდა არღვევდნენ საერთაშორისო ურთიერთობების კანონებს, რა თქმა უნდა, თქვათ რუსეთი რომ უკრაინაში შეიჭრა, ეგეც მაგის მაგალითია, მაგრამ ხელფეხი ეხსნებათ უფრო მეტად მაგ კუთხით. ანუ თუ კი ამას აკეთებს ამერიკა, რომელიც ყველაზე მეტად გამოდიოდა იმ ისე პოზიციონირებდა, რომ თითქოს რაღაცა სტანდარტები არსებობს და რაღაც წესები არსებობს საერთაშორისო, რომელიც არ უნდა დაირღვეს და რომელიც ხეს შეუწყებელია, როცა ასე დემონსტრაციულად არღვევს ამას ამერიკა, რა თქმა უნდა, უფრო მარტივად გამართლება შეეძლებათ და საერთოდ გამართლება უკვე მეორე ხარისხოვანი ხდება ზოგადად საერთაშორისო მორალურად ეხსნება, ხო? მაგრამ მე აი სოციალური ქსელები კარგად აჩვენებს ხოლმე განწყობებს, რომ ვაკვირდები, ხო, არის ესეთი თანდაყოლილი რაღაც
დასავლეთისაც მე ფანატიკურად განწყობილი სეგმენტი საზოგადოებაში, რომელსაც არ უნდა რომ რაღაცა მაინც აიჭო დაინახოს დასავლეთის ქმედებებში. ზოგი ფიქრობს, რომ ეს არ იქნება გადამდები, ანუ სხვას ვერ გაუხსნის ხელფექს, ეს იქნება რაღაცა ექსკლუზიურად დასავლეთის, ასე ვთქვათ, მარტო მისთვის შესაძლებელი. და აი მოდ მაგალითებით მივყვეთ. თავის დროზე, როცა აი მაგალითად კოსოვო აღიარა დასავლეთმა, მანდაც თქვეს, რომ ეს განსაკუთრებული შემთხვევაა. თუმცა არ აღმოჩნდა ეს განსაკუთრებული შემთხვევა. ყოველ შემთხვევაში რუსეთმა მე ჩვენი ორი რეგიონი აღიარა, ხო? ან იგივე როდესაც ის შეიჭრა ერაყში და რაღაც აბსურდული სადამ ჰუსეინს რა ბრალდებად აუხენეს ქიმიური იარაღის ფლობასთან დაკავშირებით აბსურდი აღმოჩნდა. მაგრამ შერჩა და იგივე ავღანეთში რაც ქნეს, ხო? ანუ აქამდე შეერთებულ შტატებს ჰქონდა მსგავსი ქმედებების ძალის გამოყენების ექსკლუზიური უფლება დემოკრატიის სახელით. ხო არ იქნება ესეც ეგეთივე ექსკლუზიური უფლება, რასაც ახლა აკეთებს? ეს ვერ იქნება ექსკლუზიური უფლება, იმიტომ რომ ეს საერთოდ საკითხის ისე დაყენებაა, რომ ზოგადად საერთაშორისო წესები აღარ არსებობს და შესაბამისად თუ საკითხი ეგრეთ დგება ამერიკის მხრიდან, სხვა ქვეყნები, რომლებიც ისედაც არ ღვევდნენ, ისინი მათთვის ეს რა თქმა უნდა მხოლოდ იმის გამომწვევია და მხოლოდ იმისკენ უბიძგებს ყველაფერს, რომ კიდევ უფრო მეტად დაარღვევენ ის სხვები, რომლებიც ისედაც არ ღვევდნენ. ეგ უნდა კარგად ხაზი გაესვას მაგას. ყველა ისედაც არ ღვევდა, გასაგებია. ყველა ისედაც არ ღვევდა, მაგრამ ეს საერთაშორისო რაღაც შეთანხმებები რომ არსებობდა, რომლის დარღვევაც წესით არ უნდა შეიძლებოდეს, ხო? ეგ რაღაც ბარიერს ქმნიდა. ანუ კი არ ღვევს ესა თუ ის სუპერ სახელმწიფო მაგ წესებს, მაგრამ იმისთვის რომ ეს დაარღვია, ამისთვის ჭირდება რაღაცა ძალიან დიდი ძალისხმევა რომ და გარკვეულ ფასს იხდის. და ფასსაც იხდის, ხო? ანუ ძალისხმევაც ჭირდება იმისა რომ ვითომ არ დაარღვია ეგრე ხსნას. თვითონ ის დარღვევის ფარგლებიც და ის დარღვევის ფორმატიც ცდილობდა რომ ისეთი ყოფილიყო რომ შემდეგ ისე წარმოჩენადი გამოსულიყო რომ აი არ ვარღვევ სინამდვილეში და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერი რა თქმა უნდა ყველაფრის საზღვარი და ყველაფრის ბერკეტი იხსნება უფრო მეტად ვიდრე იყო